ცხოვრების 12 წესი. ქაოსის ანტიდოტი. წესი მესამე. დაუმეგობრდით მათ, ვისაც თქვენთვის მხოლოდ საუკეთესო სურთ. ძველი მშობლიური ქალაქი. ქალაქი, სადაც გავიზარდე ჩრდილოეთი პრერიების თვალუწვდენელ დაბლობზე 50 წლის წინ გაშენდა. ქალაქი ფერვიუ, ალბერტას მხარე, საზღვრის ნაწილი იყო, რის დასტურიც კოუბოის ადგილობრივი ბარები გახლდათ. მეინ-სტრიტზე უნივერმაღი ჰადსონ ბეი ქო თახვის მგლისა და კოიოტის ბეწვეულობას დღემდე პირდაპირ ადგილობრივი მონადირეებისგან ყიდულობს. მოსახლეობა 3,000 ადამიანს შეადგენდა. უახლოეს ქალაქს 700 კილომეტრი აშორებდა. არც საკაბელო ტელევიზია, ვიდეო თამაშები და არც ინტერნეტი არ არსებობდა. ფერვიუში ადვილი არ იყო უწყინარი მეთოდებით გართობა, განსაკუთრებით ზამთრის 5 თვის განმავლობაში, როდესაც დღეები, როცა ჰაერის ტემპერატურა -40-მდე ეცემოდა და კიდევ უფრო ცივი ღამეები უსასრულოდ გრძელდებოდა. ასეთი ყინვის დროს სამყარო სულ სხვანაირია. ჩვენ ქალაქში ლოთები ბედკრულ ცხოვრებას უდროოდ ასრულებდნენ. გამომტყვრალები ღამის 3 საათზე გარეთ თოვლში ბანცალისას გონებას კარგავდნენ და სასიკვდილოდ იყინებოდნენ. როცა ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს ქვემოთ ეცემა, გარეთ ცხვირსაც კი არ უნდა ყოფდეთ. პირველსავე ამოსუნთქვისას ფილტვები ამ ყინულის უდაბნოს მშრალი ჰაერით გევსებათ. წამწამები და შხაპისგან სველი, გრძელი თმა გეყინებათ. მისი თითოეული ღერი ერთმანეთს ეკრობა, ხოლო როცა თბილ შენობაში მოხვდებით, გილღვებათ და დამუხტული თითქოს საზარელი მოჩვენება დაინახეთო ყალზე გიდგებათ. ბავშვები ერთხელ ცდიან სათამაშო მოედანზე რკინის კონსტრუქციების ალოკვას და ენით ეკრობიან. სახლების საკვამურებიდან კვამლიც კი არ ამოდის. სიცივისგან დამარცხებული ქვემოთ წვება და თოვლით დაფარულ სახურავებსა და ეზოებს ნისლივით ეფინება. მანქანები მთელი ღამე უნდა ამუშაოთ. ძრავები კი თერმული ელემენტებით ათბოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დილით მათში ზეთი ვერ იმოძრავებს და ავტომობილი არ დაიქოქება. ზოგჯერ ესეც არ შველის. ამ დროს ზიხართ და გასაღებს უიმედოთ მანამატრიალებთ, სანამ ამ ძრავი დაიჩხაკუნებს და საბოლოოდ ჩაქრება. გაყინულ აკუმულატორს მანქანიდან იღებთ. ჭანჭიკებს გათოშილი თითებით ხსნით და სახლში შეგაქვთ, სადაც იგი საათობით დევს და მანამდე ხვება, სანამ დასამუხტად საკმარისად არ გათბება. მანქანის უკანა ფანჯრიდან ვერაფერს ხედავთ. ნოემბერში რომ იყინება, მაისამდე არ ხვება. ყინულის ფხეკას აზრიც კი არ აქვს. მხოლოდ სალონს თუ დაასველებთ, რომელიც შემდეგ გაიყინება. ერთხელ გვიან ღამით მეგობრის მოსანახულებლად რომ მივდიოდი 1970 წელს. 1970 წელს გამოშვებულ Dodge Challengerში მგზავრის სავარძელში. სიჩქარის გადამრთვალს აკრული ვიჯექი და მანქანის წინა საქარე მინას არყით გაჟღენთილი ჩვრით წმენდდი. ძღოლის გზა კარგად რომ დაენახა, გამათბობელი გაფუჭებული იყო. გაჩერებითაც ვერსად ჩერდებოდით. შინაური კატები ნამდვილ ჯოჯოხეთში ცხოვრობდნენ. ფერვიუში ყველას მოკლე ყურები და კუდები ჰქონდათ, რადგან მათ ნაწილს ყინვისას კარგავდნენ. არქტიკულ მელიებს დაემსგავსნენ, რომელთაც მსგავსი ფიზიკური მახასიათებლები ძლიერ სიცივესთან პროაქტიურად გასამკლავებლად განუვითარდათ. ერთხელ ჩვენი კატა გარეთ ისე გაგვეპარა, რომ არავის შეუმჩნევია. მოგვიანებით ვიპოვეთ ბეწვი სახლის უკანა გასასვლელთან, ქვის საფეხურებზე, სადაც იჯდა იქონდა მიყინული. კიბეს ფრთხილად მოვაცილეთ, ისე რომ სიამაყის გარდა არაფერი შელახვია. ფერვიუს კატებს ზამთარში მანქანებისგანაც დიდი საფრთხე ემუქრებოდათ, მაგრამ არა ისე, როგორც თქვენ ფიქრობთ. მათ მოყინულ გზაზე მოცურებული ავტომობილები კი არ სრესდნენ.
ასე ყველაზე უიღბლონი იღუპებოდნენ. არამედ საშიში, ტარების შემდეგ ახალგაჩერებული მანქარემბი უფრო იყო, რადგან გათოშვილი კატა შეიძლებოდა მის ქვემოთ შემძვრალიყო და ჯერ კიდევ თბილ ძრავზე მოკალათება გადაეწყვიტა. რა ხდება მაშინ თუ კი მძღოლი სანამ ძრავა გაცივდება და კატა იქაურობას დატოვებს, კვლავ გადაწყვეტს მანქანით სარგებლობას. მოკლედ რომ გითხრათ, სითბოს მაძიებელი შინაური ცხოველები და ავტომობილის რადიატორის სწრაფად მბრუნავი ვენტილატორები ბედნიერად ვერთანაც ცხოვრობენ. ასე შორეულ ჩრდილოეთით რომ ცხოვრობდით, ზამთრობით არა მხოლოდ სიცივე ატანდა ძვალრბილში, არამედ ძალიან ბნელოდა ხოლმე. დეკემბერში მზე 9:30 საათამდე არ ამოდიოდა. სკოლისაკენ გზას უკუნ სიბნელეში მივიკვლევდით. ნათელი არც მაშინ იყო, საღამო ხანს სახლებში რომ ბრუნდებოდით. ფერვიუში ახალგაზრდებს ბევრი გასართობი ზაფხულშიც არ ჰქონდათ, მაგრამ ზამთარი მაინც უარესი იყო. ამ დროს მეგობრები თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ხდებოდნენ. ჩემი მეგობარი კრისი და მისი ბიძაშვილი. იმ პერიოდში ერთი კარგი მეგობარი მყავდა. მოდი მას კრისი დავარქვათ. ჭკვიანი ბიჭი იყო და ბევრს კითხულობდა. სამეცნიერო ფანტასტიკა უყვარდა. ისეთი მეც რომ მომწონდა, ბრედბერი, ჰეინელენი, კლარკი. ძალზე გამჭრიახი, საზრიანი ვინმე გახლდათ. კრის ელექტრონიკა, მექანიზმები და ძრავები აინტერესებდა. მოკლედ, ინჟინერად გახლდათ დაბადებული. თუმცა ამ ყველაფერს არ ვიცი რა, მაგრამ მის ოჯახში მომხდარი რაღაც უსიამოვნება ჩრდილავდა. ჭკვიანი დები ყავდა, კარგი გოგოები ჩანდნენ. მამა მშვიდი და დედა კეთილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. კრის როგორც ჩანს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს. გონიერებისა და ცნობის მოყვარეობის მიუხედავად ყოველთვის გაღიზიანებული, ბრაზმორეული და სასოწარკვეთილი დაიარებოდა. ეს ყველაფერი ხელშესახები ფორმით მის 1972 წელს გამოშვებულ ფორდის ლურჯ პიკაპზე აისახა. კრისის ცნობილი დამჯღრეული ავტომობილის ზარა თითქმის მთლიანად იყო დაჭეჭყილი, მეტიც. შიგნითაც ასე მდგომარეობაში იყო და აქამდე დაუსრულებელ ავარიებში მოყოლილი მისი მეგობრების სხეულებმა მიიყვანა. კრისის ჯაბახანა ნიჰილისტის ჯავშან ჩონჩხი იყო. ბამპერზეც იდეალური სტიკერი ჰქონდა დაკრული. ფხიზლად იყავით. მსოფლიოს ბევრად მეტი ფხიზელი ადამიანი სჭირდება. წარწერა მანქანა ნამდვილად აბსოლუტურ სანახაობად აქცია. ეს ასე ვთქვათ შემთხვევითი მართლაც არ ყოფილა. ყოველთვის როცა კრისი თავისი სატვირთო მანქანით რაიმეს დაეჯახებოდა, მამამისი ყველაფერს შეაკეთებდა და შვილისთვის რაღაც სხვას ყიდულობდა. კრის მოტოციკლი და ნაყინის ფურგონიც კი ყავდა. მოტოციკლს ზედაც არ უყურებდა. ნაყინსაც არ ყიდდა. მამასთან დაკავშირებით მათი ურთიერთობის გამო უკმაყოფილებას ხშირად გამოხატავდა. აღსანიშნავია, რომ მამამისი ასაკოვანი იყო და დიაგნოზი მხოლოდ მრავალი წლის ავადმყოფობის შემდეგ დაუსვეს. ენერგია მას არასდროს ჰქონდა და ალბათ შვილსაც ამიტომ ვერ დაუთმო საკმარისი ყურადღება. შესაძლოა მათი ურთიერთობა სწორად ამან გააფუჭა. კრის მასზე 2 წლით უმცროსი ბიძაშვილი ედი ყავდა. მომწონდა რამდენადაც შეიძლება, რომ თინეიჯერი მეგობრის უმცროსი ბიძაშვილის მიმართ დადებითად იყო განწყობილი. მაღალი, ჭკვიანი და კარგი გარეგნობის, ფრიად მახვილგონიერი ბავშვი იყო. 12 წლის ასაკში რომ შეხვედროდით, ალბათ კარგ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდით. თუმცა ნელ-ნელა უფსკრულისკენ გაექანა. სკოლიდან გარიცხვის შემდეგ ცხოვრების დინებას მიყვა. იგი კრისივით გაბრაზებული არა, მაგრამ მასავით დაბნეული ნამდვილად გახდა. ედის მეგობრები რომ ყოლოდათ ნანახი, იტყოდით, რომ ამ გზაზე სწორედ თანატოლების ზეწოლამ დააყენა. მისი ამხანაგებიც არ იყვნენ მასზე უფრო გზაარეული ხულიგნები, მაგრამ გონება ნაკლებად უჭრიდათ. მარიხუანა, როგორც ალკოჰოლი, ყველასთვის ცუდი ნამდვილად როდია. პირიქით, ზოგის მდგომარეობას აუმჯობესებს კიდეც.
აი ეთი კი ვერ გამოაკეთა. უკეთესობისკენ არც კრისისთვის შეუცვლია რამე. გრძელი ღამეების დადგომისას თავშესაქცევად კრისი, ედი, სხვა თინეიჯერები და მეც 1970-იანი წლების მანქანებით და პიკაპებით ვსეირნობდით. თავიდან ქალაქის ჩრდილოეთით, მეინ სტრიტზე ავდიოდით, რეილროუდ ავენიუს გასწვრივ სკოლას ჩაუვლიდით და დასავლეთით უხვევდით, ან მეინ სტრიტიდან აღმოსავლეთისკენ მივდიოდით. ამ მარშრუტს უსასრულოდ ვიმეორებდით. ზოგჯერ ქალაქგარეთ დავდიოდით. დასავლეთ პრერიებში გეოდეზისტებმა 1 საუკუნის წინ 300,000 კვადრატული კილომეტრის მანძილზე ფართო საგზაო ქსელი გაიყვანეს. ჩრდილოეთის მიმართულებით ყოველ 2 კილომეტრში ხრეშმოყრილი გზა აღმოსავლეთიდან დასავლეთით უსასრულოდ იჭიმებოდა. დასავლეთ მხარეს ახალი გზა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ყოველ კილომეტრში მოჩანდა. სავალი არასდროს გველეოდა. თინეიჯერული ფუქსავატობა. ქალაქს ან და მის შემოგარენს თუ არ ურტყამდით წრეებს, მაშინ წვეულებებზე დავდიოდით. სახლის კარს შედარებით მცირე ასაკის მოზარდი ან უცნაური უფროსი გვიხსნიდა, რის შემდეგაც ეს ადგილი ყველას დროებით საცხოვრებელი ხდებოდა. ზოგიერთი ჩვენგანი ფრიად არასასურველი სტუმარიც იყო, ან ასეთად დალევის შემდეგ იქცეოდა. წვეულება ზოგჯერ დაუგეგმავად იმართებოდა, როცა რომელიმეს მშობლები ქალაქიდან გადიოდნენ. ამ დროს მუდამ გარეთ მოსეირნე ახალგაზრდები სახლში ანთებულ სინათლეს ხედავდნენ და იმასაც ამჩნევდნენ, რომ ოჯახის მანქანა არსად იდგა. ეს კარგი არ იყო. შეიძლებოდა ყველაფერი სერიოზულად წასულიყო ხელიდან. თინეიჯერული წვეულებები არ მომწონდა. ნოსტალგიურად არ მახსენდება. თვითოეულის მიმდინარეობისას რაიმე სავალალო ამბავი ხდებოდა. ჩვენი გონება სინათლესავით ოდნავ ბჟუტავდა. მუსიკა იმდენად ხმამაღლა იყო ჩართული, რომ ვინმესთან კომუნიკაციას უბრალოდ შეუძლებელს ხდიდა. სალაპარაკოც არაფერი ჰქონდა. ყველა წვეულებას მინიმუმ თითო ოროლა ქალაქელი გიჟი მაინც ესწრებოდა. ყველა უზომოდ ბევრს სვამდა და ეწეოდა. უმიზნობის, საშინელი, სულის შემხუთველი გრძნობით ვიყავით მოცულები. მსგავს თავყრილობაზე არასდროს არაფერი ხდებოდა. იმ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, როდესაც ჩემი თაგვივით ჩუმი თანაკლასელი დათვრა და ბოლომდე დატენილი 12 კალიბრიანი იარაღის ტრიალი დაიწყო. ან და როცა გოგონამ, რომელიც შემდეგ ცოლად შევირთე, მისი თავდამსხმელი დანით რომ ემუქრებოდა, უშვერად გალანძღა. ისიც კარგი გასახსენებელია, ჩემი მეორე მეგობარი ხეზე რომ ავიდა, ტოც ჩამოეკიდა და ქანაობა დაიწყო. ჩამოვარდა და ცოცხალ მკვდარი მის ქვეშ ჩვენი დანთებული კოცონის გვერდით ზურგზე დაეცა. ზუსტად 1 წუთში კი მას მეორე ცალტვი ნამხანაგიც მიყვა. იოტის ოდენა წარმოდგენაც კი არავის ქონდა, მაინც რა ჯანდაბას ვაკეთებდით ამ წვეულებებზე. გულშემატკივართა გუნდის რომელიმე წევრთან რომანის გაბმის იმედი გვქონდა, თუ გოდოს მოლოდინში ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ალბათ პირველ ვარიანტს ამჯობინებდა, ჩვენს ქალაქს ბევრი ასეთი გუნდი არ წყავდა. სიმართლესთან მეორე უფრო ახლოს იყო. ალბათ რომანტიკული ვარაუდი იქნებოდა, რომ მოწყენილობისგან გულგაწვრილებულნი მზად ვიყავით ნებისმიერი შესაძლებლობისთანავე ფეხზე წამოხტარიყავით და რამე პროდუქტიული მაინც გვეკეთებინა. მაგრამ ასე არ იყო. ნაადრევად გავხდით ცინიკოსები. ცხოვრებაზეც გული ავიყარეთ. ხალისი ქონდა დაკარგული და უფროსების ორგანიზებული დებატების კლუბებით, საჰაერო კადეტების მოსამზადებელი გაკვეთილებითა და სპორტული ღონისძიებებით დაინტერესებისთვის მეტისმეტად უპასუხისმგებლოები ვიყავით. მოკლედ თავს რამის კეთებით ვერ მოვიწონებდით. არ ვიცი როგორი იყო თინეიჯერების ცხოვრება მანამ, სანამ 60-იანი წლების ბოლოს რევოლუციონერები ახალგაზრდებს გონების გახსნას, სამყაროსთან ჰარმონიაში ცხოვრებასა და ასევე პასუხისმგებლობის დავიწყებას ურჩევდნენ. Tune in,
tune on, drop out. იყო თუ არა ნორმალური 1955 წელს მოზარდი მთელი სულითა და გულით რომელიმე კლუბს რომ ეკუთვნოდა. 20 წლის შემდეგ ასე ნამდვილად არ იყო. ბოლო ორი მითითება ყველა მყურად იყო. აი პირველი კი ბევრმა არ გაითვალისწინა. მინდოდა სხვაგან ყოფილიყავი, თუმცა მსგავსი სურვილი მარტო მე არ მქონდა. ყველამ ვინც ფერვიუდან წამოვიდა 12 წლის ასაკში უკვე იცოდა რომ ქალაქს დატოვებდა. მეც ვიცოდი და ჩემმა ცოლმაც რომელიც ჩემს მოპირდაპირე ქუჩაზე გაიზარდა. განურჩევლად იმისა წამოვიდნენ თუ არა მშობლიური ქალაქიდან ჩემმა მეგობრებმაც იცოდნენ რა არჩევანს გააკეთებდნენ. იმ ოჯახებში სადაც ბავშვები უნივერსიტეტებში სწავლობდნენ მსგავსი უსიტყვო მოლოდინი ყოველთვის იყო. ნაკლებად განათლებული ოჯახებისთვის უმაღლესი სასწავლებლის მომცველი მომავალი უბრალოდ არ იყო რეალური. ეს ფულის ნაკლებობის გამო როდი ხვდებოდა ჩვენთან. ალბერტაში განათლების მიღების შემდგომი ეტაპისთვის მომზადების დონე დაბალი, ხოლო სამუშაო ბევრად მაღალანაზღაურებადი იყო. 1980 წელს ქარხანაში მუშაობით იმაზე მეტი ვიშოვე, ვიდრე ამას მომდევნო 20 წლის განმავლობაში ნებისმიერი სხვა მეთოდით მოვახერხებდი. 1970-იან წლებში ნავთობით მდიდარ ალბერტაში უნივერსიტეტში წასვლის შესაძლებლობა უფულობის გამო ხელიდან არავის გაუშვია. ძველი და ახალი მეგობრები. უფროს კლასებში, როცა ჩემმა ძველმა მეგობრებმა სკოლა მიატოვეს, ორი ახალი გავიჩინა. ფერვიუში საცხოვრებლად იმიტომ გადმოვიდნენ, რომ მათ უფრო მოშორებით მდებარე ქალაქ ბეარ კანიონში, რომელსაც სახელით შესაფერისად ჰქონდა შერჩეული სკოლები, მხოლოდ 9 კლასის განათლებას იძლეოდნენ. ახალმოსულები შედარებით ამბიციური ბავშვები იყვნენ, პირდაპირები და საიმედოები. ამავდროულად კარგი და მხიარული ბიჭებიც ჩანდნენ. როდესაც ქალაქიდან 90 კილომეტრის მოშორებით გრანდ პრერის რეგიონულ კოლეჯში სასწავლებლად წავედი, ერთ-ერთი მათგანი ჩემი თანამოსახლე გახდა. მეორე უმაღლესი განათლების მისაღებად სხვაგან წავიდა. ორივე ზრდასა და წინსვლაზე იყო ორიენტირებული. მათმა ამ გადაწყვეტილებამ ჩემი საკუთარიც განამტკიცა. უნივერსიტეტში რომ შევედი, ბედნიერებისგან მე-9 ცაზე ვიყავი. თანამოაზრეთა ჯგუფი ვიპოვე, რომელსაც ჩემი ბრეინ კანიონელი ამხანაგით შემოუერთდა. ყველას ლიტერატურა და ფილოსოფია გვიტაცებდა. იქაურ სტუდენტურ კავშირს ხელმძღვანელობდით. უნივერსიტეტის არსებობის ისტორიაში ალბათ პირველად მომგებიანი საცეკვაო საღამოც მოვაწყვეთ. როგორ შეიძლება სტუდენტებისთვის იაფასიანი ლუდის მიყიდვით ფული წააგო. ამის შემდეგ გაზეთის გამოშვება დავიწყეთ. პირველ კურსელებისთვის ჩატარებულ მცირე მასშტაბის სემინარებზე პოლიტიკურ მეცნიერებათა ბიოლოგიისა და ინგლისური ლიტერატურის ჩვენი ლექტორები კარგად გავიცანით. პროფესორ-მასწავლებლები ჩვენი ენთუზიაზმის მადლიერნი იყვნენ და კარგადაც გვასწავლიდნენ. უკეთეს ცხოვრებას ვიწყობდით. ჩემი წარსულიდან ბევრი რამ მოვიტოვე უკან. პატარა ქალაქში ყველა მიცის ვინ ხარ და რას წარმოადგენთ. გავლილი წლები უკან ისევ გეკაჩებათ როგორც მორბენალ ძაღლს კუდზე მობმული თუნუქის ქილა. ვერ გაექცევით იმას ვინც იყავით. მადლობა ღმერთს, მაშინ ყველაფერი ინტერნეტში არ ფიქსირდებოდა. და სანაცვლოდ ჩვენს გამჟღავნებულ და უსაფუძვლო მოლოდინებსა თუ მეხსიერებაში წაუშლილად აღიბეჭდებოდა. როდესაც სადმე სხვაგან გადადიხართ, ყველაფერი ცოტა ხნით მაინც ჰაერში რჩება გამოკიდებული. ეს სტრესის მომგვრელია, მაგრამ ახალი შესაძლებლობების სწორედ რომ ქაოსში ჩნდება. ხალხი თქვენივე ჩათვლით, ძველი წარმოდგენებით ჩარჩოებში ვეღარ მოგაქცევთ. ფესვებს ახალ ადგილას გაიდგამთ. ისეთ ადამიანებს შეხვდებით, ვისაც უკეთესი მიზნები აქვთ. ფიქრობ, რომ ჩემთვის ეს მოვლენების ბუნებრივი გზით განვითარება იყო. ალბათ ყველას, ვინც კი სხვაგან გადადიოდა,
ფენიქსის მსგავსად ახლიდან დაბადება ენდომებოდა და სურდა კიდეც, მაგრამ ყოველთვის ასე როდი ხდებოდა. ერთხელ როცა დაახლოებით 15 წლის ვიყავი, კრისთან და ჩვენს ერთ მეგობარ კარლთან ერთად 600,000-იან ქალაქ ედმონტონში წავედი. კარლი ქალაქში მანამდე არ ყოფილა. ეს არც ისე იშვიათი გახლდათ. ფერვიუდან ედმონტონამდე მისასვლელად და უკან დასაბრუნებლად 800 კილომეტრამდე უნდა გაგველო. მე ეს ბევრჯერ მქონდა გაკეთებული. ზოგჯერ მშობლებთან ერთად, ხანდახან მარტო მივდიოდი. მომწონდა ანონიმურობის შეგრძნება, რომელსაც ეს ქალაქი მაძლევდა. ყველაფრის ახლიდან დაწყების იდეა მხიბლავდა და მშობლიური ფერვიუს მკაცრი თინეიჯერული კულტურისგან თავის დაღწევად სიამოვნებდა. ჩემი მეგობრები დავარწმუნე გამომყოლოდნენ. მათ იგივე გამოცდილება არ ჰქონდათ მიღებული. როგორც კი ჩავედით, კრისმა და კარლმა მოსაწევის ყიდვა მოინდომეს. ედმონტონის იმ უბნისკენ გავემართეთ, რომელიც ფერვიუს ყველაზე საშინელ ადგილებს გვაგონებდა. ქუჩაში მარიხუანათი მოვაჭრეებს გადავაწყდით. შემდეგ მთელი შაბათ-კვირა სასტუმროში გალეშილებმა გავატარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა მანძილი გამოვიარეთ, თითქოს ჩვენი ქალაქიდან ფეხიც არ მოგვიცვლია. რამდენიმე წლის შემდეგ ამის უფრო აშკარა მაგალითი ვნახე. ბაკალავრის ხარისხის დასამთავრებლად ედმონტონში გადავედი და ბინა ჩემს დასთან ერთად ვიქირავე, რომელიც ამ დროს მედ დისკურსებზე სწავლობდა. ისიც საკმაოდ სპონტანური ადამიანი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ ნორვეგიაში მარწყვს დარგავდა. აფრიკაში საფარის მოაწყობდა. ტრულად განწყობილი ტუარეგებით დასახლებულ საჰარის უდაბნოში სატვირთო მანქანებს გადაიყვანდა და კონგოში ობოლი გორილების ძიძად იმუშავებდა. ჩვენი მყუდრობინა ახალ მაღალსართულიან შენობაში იყო და მდინარე ჩრდილო სასკეჩევანის ფართო ხეობას გადაყურებდა. უკანა მხარეს ქალაქის ხედი გქონდა. იამაჰას პიანინო დიდი ენთუზიაზმით ვიყიდე. მართლაც რომ კარგი ადგილი ჩანდა. ერთხელაც ყური მოუკარი, რომ ჩვენს ქალაქში საცხოვრებლად კრისის უმცროსი ბიძაშვილი ედი იყო გადმოსული. გამიხარდა. ვიფიქრე, კარგი სიახლე იყო. ერთ დღესაც დამირეკა და სტუმრად მოვიპატიშე. მინდოდა გამეგო როგორ იყო. იმედი მქონდა, რომ იმ პოტენციალის ნაწილი მაინც გამოიყენა, რასაც ერთ დროს მასში ვხედავდი. მოლოდინი მცდარი აღმოჩნდა. ედი მოტეხილიყო. თმაც შესთხელებოდა და გონებაც ისე აღარ უჭრიდა. პერსპექტიული ახალგაზრდის ნაცვლად არც თუ ისე წარმატებულ ზრდასრულ ადამიანს უფრო ჰგავდა. თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, რაც კანაფის სტაჟიანი მწეველის სტატუსზე მიანიშნებდა. სამსახური ეშოვა, გაზონებს კრეჭდა და ბაღების გამწვანებითაც იყო დაკავებული. ეს ნახევარ განაკვეთზე მუშაობის მსურველი სტუდენტისთვის ან ისეთი ადამიანისთვის, ვისაც მეტი არ შეეძლო. მისაღების შესანიშნავი ვარიანტიც კი იქნებოდა, მაგრამ ჭკვიანი ადამიანისთვის უბრალოდ საცოდაობა იყო. ედი მეგობართან ერთად მოვიდა, რატომღაც ის უფრო დამამახსოვრდა. ფიქრებით სადღაც შორს დაფრინაოდა, დაბოლილი და გაშტერებული იყო. მისი გონება და ჩვენი კოხტა ცივილიზებული ბინა ერთ სამყაროს არ ეკუთვნოდა. ჩემი დაც იქვე ჩვენთან იჯდა. ედის კარგად იცნობდა და მსგავს მდგომარეობაშიც არაერთხელ ყავდა ნანახი. ედისგან მაინც არ მესიამოვნა, რომ ჩვენთან ასეთი ტიპი მოიყვანა. იგი დაჯდა. მისმა მეგობარმაც მიბაძა, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებულიც არ ვიყავი, რომ ეს გააზრებულად გააკეთა. ნამდვილი ტრაგიკომედია იყო. ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ კი იმყოფებოდა, მაგრამ AIDS სირცხვილის გრძნობა მაინც არ ქონდა დაკარგული. ლუც წრუპავდით, როცა მისმა მეგობარმა მაღლა აიხედა და თქვა: ჩემი პატარ-პატარა ნაწილები მთელ ჭერზეა მიმოფანტული. ამაზე უფრო დიდი ჭეშმარიტება არასოდეს არავის უთქვამს. ედი გვერდზე გავიხმე და თავაზიანად თხოვე წასულიყო. ისიც მივაყოლე, რომ თან ეს უმაქნისი ნაძირალაც არ უნდა მოეთრია. თავი დამიქნია,
ყველაფერს მიხვდა, რაც უარესი იყო. ედის უფროსმა ბიძაშვილმა კრისმა მოგვიანებით ამის შესახებ მომწერა კიდეც. მისი სიტყვები ჩემს 1999 წელს გამოცემულ წიგნში შევიტანე, Maps of Meaning. იყო დრო, წერდა ის, როცა მეგობრები მყავდა. ყველა ვისაც საკუთარი თავი იმდენად ეზიზღებოდა, რომ ჩემთვის იგივე გრძნობების ქონა ეპატიებინა. ჩემიანი იყო. მაინც რამ განაპირობა ის, რომ კრისმა, კარლმა და ედმა ვერ შეძლეს. ან უარესი ალბათ არც მოისურვეს სამეგობრო წრის შეცვლა და ცხოვრების გაუმჯობესება. იყო თუ არა ეს პიროვნული შეზღუდვების, დაავადებების ან თუნდაც წარსულში გადატანილი ტრავმების გარდაუვალი შედეგი. ადამიანები ხომ ერთმანეთისგან სტრუქტურულად და დეტერმინისტულადაც განსხვავდებიან. ყველას სხვადასხვა გონებრივი შესაძლებლობები აქვს, რაც სწავლისა და მრავალმხრივი განვითარების საშუალებას იძლევა. ადამიანები ერთმანეთისგან ასევე ინდივიდუალური თვისებებით განსხვავდებიან. ზოგი აქტიურია, ზოგი პასიური, ზოგი ნერვიულია, ზოგი მშვიდი, ზოგი მიზანდასახულია, ზოგი ზარმაცი. ეს განსხვავებები იმდენად არის ყველას პიროვნების განუყოფელი ნაწილი. ალბათ ყველაზე ოპტიმისტი ადამიანიც კი ვერ შეძლებს ამის სრულად გასიგრძე განებას. გარდა ამისა არსებობს ფიზიკური თუ ფსიქიკური, დადგენილი თუ ფარული დაავადებები, რომლებიც კიდევ უფრო გვიშლის ხელს და გვზღუდავს. ის დაახლოებით 30 წლის ასაკში სიგიჟესთან დიდი ხნის თამაშის შემდეგ მწვავე ფსიქიკური აშლილობა დაეწყო. შეტევიდან ცოტა ხანში თავი მოიკლა. შეასრულა თუ არა ამაში გარკვეული როლი მისი მხრიდან მარიხუანას ჭარბმა მოხმარებამ, იქნებ ეს კრისისთვის თვითმკურნალობის ასე თუ ისე გამართლებული მეთოდი იყო. ბოლოს და ბოლოს ისეთმა შტატებმა, როგორიც კოლორადოა, იქ სადაც მოსაწევი ლეგალიზებულია, რეცეპტებით გაცემული ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენება შეამცირეს. იქნებ ბალახი კრის ხელს კი არ უშლიდა, არამედ ეხმარებოდა. შეიძლება მისი არასტაბილური მდგომარეობის გამწვავების ნაცვლად ტანჯვას უმსუბუქებდა. იქნებ ის მისმა ნიჰილისტურმა ფილოსოფიამ უფრო გატეხა. იყო თუ არა მისი ნალოლიავები ნიჰილიზმი თავის მხრივ ჭეშმარიტი სულიერი ავადმყოფობის რაიმე შედეგი თუ უბრალოდ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღების სურვილის უქონლობის გამოხატულება. მაინც რატომ ირჩევდა კრისი, მისი ბიძაშვილი და ასევე ჩემი სხვა მეგობრებიც ასეთ ხალხთან ურთიერთობას, ვისაც მათთვის არანაირი სიკეთის მოტანა არ შეეძლო. ზოგჯერ როცა ადამიანებს დაბალი თვითშეფასება აქვთ ან შეიძლება საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღებაზე უარს ამბობენ, ახალ ნაცნობად ზუსტად პრობლემური წარსულის მქონე ტიპს ირჩევენ. ასეთ ხალხს არაფრით სჯერა, რომ უკეთეს იმსახურებენ და არც არაფერს ეძებენ, ან შეიძლება უბრალოდ თავს არ იწუხებდნენ. ფროიდმა ამას იძულებითი განმეორება უწოდა. იგი ფიქრობდა, რომ წარსული საშინელებების განმეორების არაცნობიერი მისწრაფება ზოგჯერ იმავეს კიდევ მეტი სიზუსტით გამოხატვის, მდგომარეობასთან უფრო აქტიურად გამკლავების ცდელობა იყო. ან იმიტომ ჩნდებოდა, რომ ადამიანს სხვა არჩევანი უბრალოდ არ ჰქონდა. ხალხი ხომ საკუთარ სამყაროს იმ ხელსაწყოებით აშენებს, რომლებზეც ხელი მიუწვდება. გაუმართავი ინსტრუმენტებით ცუდ შედეგებს იძლევა. ამგვარად ვინც საკუთარი წარსულიდან ვერაფერს სწავლობს, იმავე შეცდომების განმეორებისთვის არის განწირული. ნაწილობრივ ეს ბედის წერაა, ან უბრალოდ უნარობა. შეიძლება ეს სწავლის სურვილის უქონლობა, ან და რამის სწავლაზე მოტივირებული უარიც იყოს. დაწყევლილთა ხსნა. ადამიანები ცუდ მდგომარეობას სხვა მიზეზებითაც ირჩევენ. მაგალითად იმიტომ, რომ ვინმეს გადარჩენა ეს უფრო ახალგაზრდებისთვის არის დამახასიათებელი. თუ
თუმცა მსგავსი იმპულსი დამყოლ გულუბრყვილო ხანდაზმულ საზოგადოებაშიც არსებობს. ისეთ ხალხსაც ახასიათებს, ვისაც თვალების გახელა განგება არ სურს. შეიძლება შემომედაოთ ადამიანებში მხოლოდ საუკეთესოს დანახვა და მათი დახმარების ცდა სათნოების უდიდესი გამოვლინებაა. გაითვალისწინეთ, რომ ყველა დამარცხებული მსხვერპლი არ არის და ძირს დაცემულს ყველას როდის სურს ფეხზე წამოდგომა. თუმცა მონდომებული თუა ბევრი ახერხებს. მიუხედავად ამისა, ადამიანები ხშირად ეგუებიან ან ამძაფრებენ კიდეც საკუთარ და სხვათა ტანჯვას. თუ კი ამას სამყაროს უსამართლობის მტკიცებულებად გამოიყენებენ. ჩაგვრელთა ნაკლებობა არც ჩაგრულთა შორისაა. ბევრი მათგანი მათი დაბალი პოზიციების გათვალისწინებით უბრალოდ ტირანიის პაროდიაა და მეტი არაფერი. გარკვეულ მომენტში შეიძლება ეს ყველაზე იოლი არჩევანი იყოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ნამდვილი ჯოჯოხეთია. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც უჭირს და დახმარება სჭირდება. შეიძლება სურდეს კიდეც მისი მიღება. როგორ გავარჩიოთ, ვის უნდა ნამდვილად დახმარება და ვინ იყენებს ჩვენს ძალისხმევას ბოროტად. ეს მართლაც რთულია. განსხვავება მისთვისაც კი არაა ადვილი, ვისაც დახმარების მიღება სურს. ელოდება, სჭირდება და შესაძლოა ამისთვის ვინმე გამოიყენოს კიდეც. ადამიანი, რომელიც ცდილობს ფეხზე წამოდგეს, მაგრამ ვერ ახერხებს, ამას აპატიებენ. ფეხი კვლავ დაუცურდება და ისევ მიუტევებენ. ხშირად სწორად ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცდილობს მის გარშემო ყველა დააჯეროს მისი მცდელობების გულწრფელობაში. საქმე მთლად გულუბრყვილობას როდია. ვინმეს გადარჩენის მცდელობა ხშირად პატივმოყვარეობისა და ნარცისიზმის პროდუქტია. მსგავსი რამ დეტალურად არის აღწერილი შეუდარებელი რუსი მწერლის ფიოდორ დოსტოევსკის კლასიკულ ნაშრომში ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან, რომელიც ცნობილი სტრიქონებით იწყება. ავადმყოფი, ბოროტი, მახინჯი ადამიანი ვარ, მგონი ღვიძლიც მტკივა. ეს ქაოსისა და სასოწარკვეთის მიწისქვეშა სამყაროს უბედური და ამპარტავანი დროებითი სტუმრის აღიარებაა. თავს უმოწყალოდ კიცხავს, მაგრამ ამ გზით მხოლოდ 100 ცოდვისთვის თუ ზღავს მაშინ, როდესაც 1000 აქვს ჩადენილი. შემდეგ როცა ჩათვლის, რომ თვითეული მათგანი გამოისყიდა და განიწმინდა, ყველაზე უარეს დანაშაულს ჩადის და დახმარებას თავაზობს ჭეშმარიტად ბედკრულ ადამიანს, ლიზას, რომელიც სასოწარკვეთილ მე-19 საუკუნეში ჩვეულ პროსტიტუციის გზას დაადგა. თავისთან ეპატიჟება და ჰპირდება, რომ სწორ გზაზე დააყენებს. მისი გამოჩენის მოლოდინში კი თავში სულ უფრო მესიანური ფანტაზიები უტრიალებს. ამონარიდი. თუმცაღა გავიდა ერთი დღე, შემდეგ კიდევ ერთი, მესამე. ის არა და აღარ ჩანდა. მე თანდათან სიმშვიდე დამეუფლა. თავს განსაკუთრებით მხნედ და თამამად 9 საათის შემდეგ გრძნობდი. ზოგჯერ საკმაოდ ტკბილი ოცნებებიც გამიტაცებდა. მაგალითად ლიზას ჩემთან მოსვლით გადავარჩენდი. მის მხსნელად ვიქცეოდი. განვავითარებდი, გავანათლებდი. როგორც იქნებოდა, მიუხვდებოდი, რომ ჩემზე თავდავიწყებით იყო შეყვარებული. თუმცა არ შევიმჩნევდი. თავს მოვაჩვენებდი, რომ ვერ ხვდებოდი. არ ვიცი ეს რაში დამჭირდებოდა, ალბათ ეფექტისთვის. და ბოლოს ის დაბნეული, აკანკალებული ტირილით დაეცემოდა ჩემს ფეხებთან და მეტყოდა, რომ მისი მხსნელი ვარ და სამყაროში ყველასა და ყველაფერზე მეტად უყვარვარ. მიწისქვეშეთის ბინადარი კაცის ნარცისიზმს საკუთარი ფანტაზიები მის გონებაში ლიზას განადგურების ხარჯზე საზრდოებს. ხსნა, რომელსაც იგი ქალს თავაზობს,
ბევრად მეტვალდებულებას და სიმწიფეს მოითხოვს, ვიდრე მას სურს საკუთარ თავზე აიღოს ან გამოიჩინოს. ის უბრალოდ არა ასეთი ადამიანი. ამას სწრაფად ხვდება და თავსაც მალევე მოუძებნის გამართლებას. სასოწარკვეთილი ლიზა მაინც მიდის მის უბადრუგ ბინაში და ყველა იმედს ამ ერთ ვიზიტზე ამყარებს. იგი მიწის ქვეშეთში მცხოვრებ კაცს ეუბნება, რომ სურს ამჟამინდელი ცხოვრება მიატოვოს. რა არის მისი პასუხი? ამონარიდი. მოიღე მოწყალება, მითხარი, ჩემთან რა მოგიყვანა. დავიწყე სუნთქვე შეკრულმა, არ დავეძებდი, ჩემი ნათქვამი ლოგიკური იყო თუ არა. მინდოდა ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით მეთქვა. უკვე აღარც იმას დაგიდევდით, საიდან დავიწყებდი. რატომ მოხვედი? მიპასუხე. ყვიროდი, თავს ძლივს ვიკავებდი. მოგახსენებ ძვირფასო აქ რასაც აკეთებ. იმიტომ მოხვედი, რომ სენტიმენტალურ რაღაცებზე გელაპარაკე. ახლაც იმავეს მოსასმენად ხარ აქ. ხო და იცოდე, გამასხარავებდი. ახლაც დაგცინი. რა გაკანკალებს? დიახაც, სადილზე შენთან ჩემამდე მოსულებმა შეურაცხყოფა მომაყენეს. იმიტომ გეახელი, რომ მინდოდა ერთ-ერთი მათგანი ოფიცერი მიმებეგვა. არ გამიმართლა გამასწრეს. შურისძიება მწყუროდა. ხელში მომხვდი. მთელი ნაღველი შენზე გადმოვანთხიე და დაგცინე. მე შეურაცხმყვეს და მინდოდა ვინმესთვის სამაგიერო იმავეთი გადამეხადა. ფეხქვეშ გამთელეს და მსურდა როგორმე ჩემი ძალა მეჩვენებინა. აი რა მოხდა. მართლა გეგონა განზრახმოვედი შენს გადასარჩენად. ეს გეგონა არა? ამას ფიქრობდი? ვიცოდი თავგზა აებნეოდა და ყველაფერს ვერ გაიგებდა, მაგრამ არსებიც მაინც მიხვდებოდა. ასეც მოხდა. გაფითრდა. სცადა ეპასუხა, მაგრამ პირიდან სიტყვები არაფრით ამოსდიოდა. ტუჩებ მობრეცილი სკამზე მოწყვეტილი დაეცა. შემდეგ კი თვალებ გაფართოებული, პირდაღებული, ძრწოლით მისმენდა. იგი ჩემი სიტყვების ცინიზმა გაანადგურა. გაზვიადებული თვითშეფასება, მიწის ქვეშ მცხოვრები ადამიანის გულგრილობა და მისი აშკარა ბოროტება ლიზას ბოლო იმედს ანადგურებს და მას ეს კარგად ესმის. უარესიც. მასში არსებობს რაღაც ისეთი, რაც სწორად ამის გაკეთებას ცდილობდა და მან ეს იცის. მაგრამ საკუთარი სიბოროტით სასოწარკვეთილი ბოროტმოქმედი გმირი არ არის. გმირში რაღაც დადებითიც უნდა იყოს. მხოლოდ სიბოროტის არსებობა არ არის საკმარისი. შეიძლება შემეწინააღმდეგოთ, რომ თავად ქრისტეც უმეგობრდებოდა მევახშეებსა და მეძავებს. როგორ გავბედე დახმარების სურვილის მქონე ადამიანების მოტივების ეჭქვეშ დაყენება და ცილის წამება. პასუხად გეტყვით, რომ ქრისტე არქეტიპული იდეალური ადამიანი იყო და თქვენ ხართ. საიდან იცით, რომ ვინმეს ფეხზე დაყენების მცდელობა მას ძირს უფრო ძლიერ არ დაანარცხებს და თქვენც არ მიგაყოლებთ. წარმოიდგინეთ ადამიანი მშრომელი, შემოქმედი და საერთოდ წყინვალე ხალხით დაკომპლექტებულ საუცხოო შეკრულ გუნდს რომ მართავს, სადაც თითოეული საერთო მიზნის მისაღწევად გულმოდგინედ იღწვის. მაგრამ სხვა თანამშრომელზეც არის პასუხისმგებელი, რომელიც ცუდად მუშაობს. შთაგონებული კეთილის მსურველი მენეჯერი ამ პიროვნებას თავის ვარსკვლავურ ჯგუფში იმ იმედით გადაიყვანს, რომ კარგი მაგალითით გამოასწორებს. რა ხდება შემდეგ? ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში ამის შესახებ კონსენსუსი მიღწეულია. მას გამოსწორდება თუ არა სუსტი რგოლი, გაშლის თუ არა ფრთებს. პასუხია არა. პირიქით. იგი მთელ გუნდს აიყოლიებს და წაახდენს. ახალმოსული ცინიკოსი, ამპარტავანი და ნერვიული რჩება.
გამუდმებით წუწუნებს და საქმეს თავს არიდებს. მნიშვნელოვან შეხვედრებსაც არ ესწრება. მისი ცუდად შესრულებული სამუშაო შეფერხებებს იწვევს და სხვებს ყველაფრის თავიდან გაკეთება უწევთ. თუმცა გასამრჯელოს მაინც იღებს ისევე როგორც მისი თანაგუნდელები. მის გარშემო მყოფები თავს მოტყუებულად გრძნობენ, ფიქრობენ რომ უღალატეს. მაინც რატომ ვიკლავ თავს ამ პროექტის შესასრულებლად, ფიქრობს თითეული, როდესაც ჩემი თანამშრომელი თითს არ ატოკებს. იგივე ხდება, როცა კეთილის სურველი მენტორები ხულიგან მოზარდს შედარებით უფრო ცივილიზებულ თანატოლებთან ახვედრებენ. იმატებს დანაშაული და არასტაბილურობა. დაცემა უფრო ადვილია ვიდრე წამოდგომა. შესაძლოა სხვისი გადარჩენა იმიტომ გსურთ, რომ ძლიერი, გულუხვი, სტაბილური და წარმატებული ადამიანი ხართ. ვისაც უნდა სწორად მოიქცეს, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ უბრალოდ თქვენი ულევი თანაგრძნობისა და კეთილი ნებისკენ ყურადღების მიპყრობა გსურთ. შეიძლება ვინმეს გადარჩენის მიზანი საკუთარი თავის იმაში დარწმუნებაა, რომ თქვენი ხასიათი სიძლიერე იღბლის ან დაბადების ადგილის გვერდით იმოვლენა არ არის. ან იქნებ სულად საქმე ისაა, რომ ბევრად ადვილია უპასუხისმგებლო ადამიანის გვერდით კარგად წარმოჩინდეთ. პირველ რიგში დაუშვით იმის შესაძლებლობა, რომ ყველაზე იოლ რამეს აკეთებთ და არა ყველაზე რთულს. თქვენი ალკოჰოლიზმის ფონზე მე რომ შიგადაშიგ გადავკრავ რა მოსატანია. ჩემი ხანგრძლივი სერიოზული საუბრები თქვენს წარუმატებელ ქორწინებაზე ორივეს გვარწმუნებს, თითქოს ოჯახის შესანარჩუნებლად ზალღონეს არ იშურებთ და მეც როგორც შემიძლია ისე გეხმარებით. ერთი შეხედვით ეს მართლაც გავს ძალისხმევის ჩადებასა და პროგრესს, მაგრამ რეალური გაუმჯობესება ორივესგან გაცილებით მეტს მოითხოვს. დარწმუნებული ხართ, რომ ადამიანი, რომელიც ესოდენ სასოწარკვეთილი გევედრებათ დაეხმაროთ, უკვე 1000 ჯერ არ არის შეგუებული ტანჯვას, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს რეალურ პასუხისმგებლობაზე ადვილია. შემთხვევით სიცრუეში ცხოვრებას ხომ არ უწყობთ ხელს. იქნებ თქვენი მხრიდან ზიზღის გამოჩენა სიბრალულს ჯობდეს. შესაძლოა ვინმეს გადარჩენა გეგმაში საერთოდ არ გქონდეთ. ცუდ ადამიანებთან იმიტომ კი არ გაქვთ ურთიერთობა, რომ ვინმეს გამოსწორება გსურთ. არამედ თქვენთვის ეს ადვილია, რაც თავადაც კარგად იცით და თქვენმა მეგობრებმაც. ყველანი ნიჰილიზმის, წარუმატებლობისა და თავის უაზროდ უმიზნო ტანჯვის უსიტყვო შეთანხმებით ხართ დაკავშირებულნი. გადაწყვეტილი გაქვთ საკუთარი მომავალი აწმყოს შესწიროთ, მაგრამ ამას ხმამაღლა არ ამბობთ. არ იკრიბებით და არ გაიძახით. მოდი ყველაზე იოლ გზას დავადგეთ, დინებას მიუყვეთ და შევთანხმდეთ, რომ ერთმანეთს პირზეც არ დავადგებით. ასე უფრო ადვილად დავივიწყებთ, რას ვაკეთებთ. მსგავს არაფერს ახსენებთ, მაგრამ ყველა მიცით სინამდვილეში რაც ხდება. სანამ ვინმეს დაეხმარებოდეთ, პირველ რიგში საჭიროა გაიგოთ, რატომ არის იგი გასაჭირში. ასე მარტივადაც არ უნდა ჩათვალოთ, რომ ეს ადამიანი უსამართლო გარემოების ან ექსპლუატაციის უდანაშაულო მსხვერპლია. ეს ყველაზე ნაკლებ სავარაუდოა. ჩემი კლინიკური და სხვაგვარი გამოცდილებითაც ვიცი, რომ ყველაფერი ასე მარტივად არასოდეს არის. გარდა ამისა, თუ დაიჯერებთ, რომ ყოველგვარი საშინელება თავისთავად დაზარალებულის მხრიდან რაიმეს სახის ჩარევის გარეშე მოხდა, ამით წარსულში ასევე აწმყოსა და მომავალშიც ამ პიროვნების ქმედით უნარიანობას უარყოფთ. ამ გზით მას ყოველგვარ ძალაუფლებას ართმევთ. ბევრად სავარაუდოა, მაგრამ ამ ადამიანმა თავად თქვა უარი წინსვლაზე, რადგან ეს რთულია. ალბათ მსგავს სიტუაციაში ეს პირდაპირ უნდა დაუშვათ. რა სისასტიკეა, იფიქრებთ და შეიძლება მართლაც იყოთ. ალბათ ზედმეტიც მომდის, მაგრამ გაითვალისწინეთ. უიღბლობა ადვილი მისაღებია. მისი არსებობის ახსნა საჭიროც არ არის.
ახსნა არ სჭირდება შიშისან და სიძულვილის განცდას, ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულების გაჩენას, უზნეოდ ქცევას, ვინმეს ღალატსა და ტყუილის თქმას. განმარტებას არც მანკიერების ქონა, მისი წაქეზება ან შეწყნარება ითხოვს. სისუსტის გამოჩენა და მარცხი ადვილია. ტვირთის მხრებიდან ჩამოხსნა, არაფერზე ფიქრი, არაფრის კეთება და არაფერზე დარდიც ადვილია. დღეს გასაკეთებელი საქმის სახვალიოდ გადადებაც ადვილია. უახლოესი დღეებისა და წლების დღევანდელ სიამოვნებაში გაცვლაც ადვილია. როგორც სიმფსონების ცნობილი ოჯახის მამამ ერთი ქილა მაიონეზისა და ბოთლი არაყის დაცლამდე თქვა, ეს მომავალი ჰომეროსის პრობლემაა, ღმერთმანი მისი საერთოდ არ მშურს. მას რა ვიცი, რომ თქვენი ტანჯვა ჩემი რესურსების მოწამებრივად გამოყენების ხარჯზე მოსახდენის დროებით თავიდან აცილების მოთხოვნა არ არის. შესაძლოა მოსალოდნელ კატასტროფაზე საერთოდ აღარ ღელავთ. უბრალოდ ამის აღიარება არ გსურთ. შესაძლოა ჩემმა დახმარებამ ვერაფერი შეცვალოს და გამოასწოროს, მაგრამ თქვენი ღრმა პიროვნული დრამის გასიგრძე განება დროებით გადადოს. იქნებ თქვენი ტანჯვა ჩემი წარუმატებლობის მოთხოვნაა, რომ მეც დავმარცხდე. ჩვენ შორის არსებული უფსკრული, რომლის არსებობასაც ასე მტკივნეულად განიცდით, შემცირდეს და ჩაძირვისას მეც თან ჩამithრიოთ. როგორ გავიგებ, რომ ამაზე უარს სიტყვით? რა ვიცი, რომ თვითონ არ გაჩვენებთ თავს პასუხისგებლად, ვითომ გეხმარებით, რომ რაიმე სერიოზული და მართლაც ეფექტური სვლის გაკეთება არ მომიხდეს. შეიძლება თქვენი ტანჯვა სიძულვილში გამოწრთობილი ის მახვილია, რომელსაც მათ მიმართ აღმართავთ, ვინც წინ წავიდა, როცა იძირებოდით და მშველელს უცდიდით. იქნებ საკუთარი ცოდვილობის დაშვებული შეცდომების, უკეთესი ცხოვრებისკენ სწრაფვაზე უარის შეგნებულად თქმისა და ბრძოლის ჟინის დაკარგვის აღიარების ნაცვლად თქვენი ტანჯვით სამყაროს უსამართლობის დამტკიცებას ცდილობთ. ალბათ წარუმატებლობის განცდით ტანჯვის სურვილი არც არასდროს გაგიქრებათ. განსაკუთრებით თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ რაღაცის დასამტკიცებლად იწამებთ თავს. შესაძლოა ეს თქვენი შურისძიებაა ყოფიერებაზე. როგორ დაგიმეგობრდეთ, როცა ასეთ მდგომარეობაში იმყოფებით? რა შემიძლია გავაკეთო? წარმატების მიღწევა სასწაულად ითვლება, მაგრამ მართლაც რომ ამოუხსნელი ფენომენი, სათნოების გამოჩენაა. წარუმატებლობისთვის მხოლოდ რამდენიმე მავნე ჩვევა უნდა შეიძინოთ და თქვენს დროს დაელოდოთ, როდის მოვა. როდესაც პიროვნება საკმარის დროს გაფლანგავს და არაერთ ცუდ თვისებას შეიძენს, იგი მნიშვნელოვნად დასუსტებულია და ის შესაძლებლობა, რომ რაიმესთვის შეეძლო მიეღწია დაკარგული. ახლა იმად არის ქცეული, რაც ყველაზე ნაკლებ სავარაუდო იქნებოდა. მოვლენები ხშირად ვითარდება არასასურველი მიმართულებით. მაგრამ პროცესის დაჩქარებას ხალხთა ცოდვებიც უწყობს ხელს. შემდეგ კი წყალდიდობა იწყება. იმას არ ვამბობ, რომ ცოდვების გამოსყიდვის იმედი გადაწურული აქვს, მაგრამ ადამიანის უფსკრულიდან ამოთრევა უფრო რთულია, ვიდრე მისი თხრილიდან ამოყვანა. ზოგიერთი უფსკრული მეტისმეტად ღრმაა, იმდენად, რომ ბოლოს მასში ჩავარდნილისგან ბევრი აღარაფერი რჩება. იქნებ თქვენს დახმარებამდე უნდა მოვიცადო, სანამ გამოჩნდება, რომ მართლა გსურთ ვინმე მგიშველოთ. ცნობილი ჰუმანისტი და ფსიქოლოგი კარლ როჯერსი თვლიდა, რომ შეუძლებელი იყო თერაპიას რაიმე შედეგი გამოეღო, თუ კი საკუთარი მდგომარეობის შეცვლა თავად პაციენტს არ სურდა. როჯერს ასევე ღრმად წამდა, რომ უკიდურესობისკენ შეცვლის აუცილებლობაში ვერავის დაარწმუნებდით. ამბობდა, რომ პროგრესის წინაპირობა მდგომარეობის გაუმჯობესების შინაგანი სურვილი უფრო იყო. ყავდა პაციენტები, რომელთაც ფსიქოთერაპევტის დახმარება სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა მიეღოთ. მათ არ უნდოდათ დავხმარებოდი. კურნალობა იძულებით დაუნიშნეს. არაფერი გამომივიდა,
სრული აბსურდი იყო. თქვენთან არაჯანსაღ ურთიერთობაში თუ დავრჩებია, შეიძლება იმიტომ მოხდეს, რომ ძალიან სუსტი ნებისყოფა მაქვს და მისი გადაწყვეტა ვერაფრით ვერ გადამიწყვეტია. თუმცა ამის ცოდნაც არ მსურს. მაინც გავაგრძელებ თქვენს დახმარებას და თავს უაზრო წამებით ვინ უგეშებ. იქნებ ჩემს შესახებ ისიც ვთქვა. კარგი ადამიანი ვარ, ვისაც უანგაროდ სურს სხვების დახმარება. მაგრამ ასე არ არის. შესაძლებელია თავს ვიკატუნებ, ვცდილობ, კარგად გამოვჩდე, თითქოს რაიმე რთულ პრობლემას ვაგვარებ. ნაცვლად იმისა, რომ რაიმე მართლა ღირებული გავაკეთო. იქნებ თქვენთან მეგობრობის გაგრძელების ნაცვლად საჭიროა მიგატოვოთ, სადმე წავიდე, ვიმოქმედო და მაგალითი მოგცეთ. ბრმა ამბიციის გამო ამის შეხსენება თუ მაინც გჭირდებათ, ვინმეს დახმარებაზე უარის თქმა, როდესაც ეს მას რეალურად ჭირდება, დაუშვებელი და ყოვლად გაუმართლებელია. ურთიერთ შეთანხმება. აირაზე გაქვთ საფიქრალი. თუ ყავთ ისეთი მეგობარი, ვისთან ურთიერთობასაც საკუთარ დას, მამას, ან შვილს არ ურჩევდით, თავად რატომ გააგრძელებთ? შეიძლება თქვათ, რომ ერთგულებას იჩენთ, რაც გასაგებია, მაგრამ ერთგულება და სისულელე ერთი და იგივე ნამდვილად არ არის. ერთგულება პატიოსნებისა და გულწრფელობის გამოჩენით მიიღწევა. მეგობრობა ორმხრივი ურთიერთობაა. არ გაქვთ მორალური ვალდებულება, მხარი დაუჭიროთ ისეთ პიროვნებას, რომელიც სამყაროს აუარესებს. პირიქით, გვერდით ისეთი ადამიანები უნდა იყოლიოთ, ვისაც სამყაროს გაუმჯობესების სურვილი აქვთ. იცოდეთ, თქვენთვის კარგი ადამიანების სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება სულაც არ არის ეგოისტური საქციელი. იმ ხალხთან ურთიერთობა, ვისი ცხოვრებაც უკეთესობისკენ წავა, როდესაც თქვენი ცხოვრების გაუმჯობესებას დაინახავენ, სწორი და მოსაწონია. თუ გარშემო იმ ადამიანებს შემოიკრებთ, ვინც თქვენს წინსვლასა და მაღალ მისწრაფებებს უჭერენ მხარს, ისინი თქვენს ცინიზმს და აგრეთვე თვითგანადგურებისკენ მიდრეკილებას ვერ შეეგუებიან. გაგამხნევებენ, როცა თქვენთვის და სხვებისთვის სიკეთეს ჩაიდენთ, ხოლო შეცდომების დაშვებისას სწორ მიმართულებას ფრთხილად მოგცემენ. ეს დაგეხმარებათ, რაც საჭიროა გაბედულად, ყველაზე შესაფერისი გზებით წინ და ხედულად აკეთოთ. ის ხალხი, ვინც წინსვლას არ ისახავს მიზნად, საპირისპიროდ მოიქცევა. ყოფილ მწეველს სიგარეტს, ხოლო ყოფილ ალკოჰოლიკს ლუდს შესთავაზებენ. თქვენი წარმატებისა და ურყნელობის შეშურდებათ. თქვენს გვერდით დგომასა და თქვენს მხარდაჭერას შეწყვეტენ. ეცდებიან დაგსაჯონ და როგორმე თქვენი მიღწევა საკუთარი რეალური თუ მოგონილი წარმატებით დაჩრდილონ. შეიძლება ამით ცდიდნენ, რამდენად სერიოზულად ხართ განწყობილი, მაგრამ ფსკერისკენ ასეთი ძალით ალბათ იმის გამო გეკაჩებიან, რომ თქვენი წარმატების ფონზე მათი ნაკლოვანებები მეტად ჩანს. ამიტომ ყველა კარგი მაგალითი საბედისწერო ამოცანაა, ხოლო ყველა გმირი მოსამართლე. მიქელანჯელოს სრულყოფილი მარმარილოს დავითი თითქოს მის მაყურებელს შესძახის. შენ შეგიძლია იმაზე უკეთესი იყო, ვიდრე ხარ. როდესაც წინსვლის სწრაფვას გაბედავთ, დაინახავთ, მაინც როგორი არასტაბილურია აწმყო და რამდენად იმედისმომცემია მომავალი. ამით სხვებს აწუხებთ, რადგან გულის სიღრმეში ესმით, რომ მათ ცინიზმსა და უმოქმედობას გამართლება არ მოეძებნება. მათთვის ის ხართ, რაც კაენისთვის აბელი იყო. ახსენებთ, ფარხმალი იმიტომ კი არ დაყარეს, რომ ცხოვრება მძიმე და საშინელია, რაც უდაოა. არამედ იმიტომ, რომ მათი კუთვნილი ტვირთის ზიდვა არ სურდათ. არც იფიქროთ, რომ კარგი, ჯანსაღი ადამიანების გარემოცვაში მოხვედრა უფრო ადვილია, ვიდრე ცუდი, არაჯანსაღი ხალხის კომპანიაში. ასე არ არის. კარგი, ჯანსაღი პიროვნება იდეალურია. ასეთის გვერდით ყოფნა დიდ ძალას და გამბედაობას მოითხოვს. თავმდაბლობა და სიმამაცე გამოიჩინეთ.
განსჯის უნარი გამოიყენეთ. თავი არაკრიტიკული თანაგრძნობისა და სიბრალულისგან დაიცავით. დაუმეგობრდით მათ, ვისაც თქვენთვის მხოლოდ საუკეთესო სურს.